ყველა აღმიყვავს როგორც კახელი, აღმიყვავს როგორც მაგარი მსმელი. მიყვარს კი ბატონო სუფრაზე ყოფნა. დილამდე ვიქნები თქვენთან, დილამდე გვერდიდან არ მოგშორდებ. იმდენად მიყვარს ქართული სუფრა. რა არ მიყვარს ეს დალევა რა. დალევა არ გიყვარს. არ მიყვარს ზოგადად აი ჭიქები შეიძლება აი განსხვავებული ყველა რომ ხედავ სამხელა ვარ ყველას განსხვავებული უნდა ყველას ის უნდა. ზოგადად სულ ყველას ვეუბნები რომ ვიპარები, მივდი ვარ. ვარ შენ გვერდზე ხო, რასაც დავლევ. მიმიში და ვიქნები შენთან რა. ხასიათს არ გაგიფუჭებ და გვერდს არ მოგტეხავდა. რომ მოაყოლე მე მომიტარე გრაფიკებსა და მე ვბრაზდები და ვიცი ბოთლით დალევა, არც ხელს ვავლებ, არც ფეხს. აი ესე არც არაფერ დავიჭერს და ესე ვსვამ. ბოთლით ხოლმე იმას კიდე იშვიათი ვერ ასვავს. მიდი ხა დალიეთო ხო? დალიე და დავლევ მეთქი ვეთქვი და რა თქიდა და ესე ესეთი მაშინ. ისე მართალია ხა ჭიქით დიდხანსაც ხარს უკვე. აბა რა თან მიყვარს კაცო ქართველი ადამიანი ვარ. მიყვარს შენთან ლაპარაკი, მიყვარს რა ვიცი მაკაცობა, მეგობრობა, ერთად ყოფნა და რატომ ასმევ, რატომ აძალებ ახლა ლიტერატურებს და ლიტერატურიანებს. მამა ჩემი ჭამაც უყვარდა, სმაც უყვარდა, დალევაც უყვარდა, სტუმართ მოყვარეობა. ახლა როგორია ძმები მოჭიდავენ მუდამ დღე ჩვენ ოჯახში სუპორმარილი იყო, ხო ვაკვირდებოდი ბავშვი ვარ, არასდროს არ დაუძალებია. გინდა გეტყოდა, მირთვი ეგ არის რა. ეს რა იციან ბიჭო. მიდი, არასდროს მეც არ მithქვია არავიზე რომ აი გინდა თუ არა უნდა დალიო. სამეგრელოში ვიყავი 1-5 წლის წინ და ყველა ეს ძალიან გამიხარდა კაცო. სამეგრელოში არ დაგესგალეს? ჩუ ყანწი დალია თამადამ და მომაწოდა цаრიელი, რამდენიც გინდა ჩაისხიო. ეგეთი რა პირველად ვნახე კაცო ხარს რომ მეგრელებმა იციან და ძალები. ო და რა ვიცი გამიკვირდა კაცო და цаრელა ყანწი რომ შეგენაცვალე მე უთხარი. შენა ყოფილი ხარ კაციო, იმ ხელა კაცი იყო ის უდაბელია. თან მისulis თანავე კაცო. აი ეგრე დამემართა საგარეჯოში ჩავედი. არა საგარეჯოში მაგრები არიან. არ დაგარებებენ თავს. სტუმრად ჩავედი და დაწყებული იყო 1-40 წუთის დაწყებული იყო. მოგაყარეს. დიდი ყანწი მომცეს, მე ჩვეულებრივი ჭიქით დავლე და მე დიდი ჭამერა მე საერთო. იმ სამი ჭიქის მე ბუნდოვნად კადრი აღარ მახსოვს და როგორც შემაცალვა მითხრა რომ სამი ჭიქის მე ორი ჭიქა დალია ადექი და დაიძინა. არა და ჩავედი რომ და გვექეიფა ამბები გაგვეხსენებია, გვეხალისა. ხოდა ეს ხო არ არის კარგი. საერთოდ აღარაფერი აღარ. მე გამახ საგარეჯოში ვიცი რაც ახდება და მე ძალიან ბევრი თელი ბავშვობა მადამა გატარებული. ეგრევე მოდიან, თარამხელები არიან. ხო, დამადა იყო. ხო და რამხელები არიან, გამანებეთ რამდენი ხარია საგარეჯოში აღარ წავთ რომ მეუბნებიან არ მითხა. არა, მაშინ მეც ვიტყვი თუ არ გაბრაზდებით და პრინციპში იმავეს ამბობ თქვენს. ეს დაძალების ამბავი ძალიან ცუდი იყო საქართველოს და ეს განსხვავებულები ხა ამას წინათ Facebook-ზე ვნახე, მიწაში ვერ მომამოთხარეს, ღვინო ჩაასხეს და იქიდან სვამდნენ და ნამეტანია ეგ რა. არა, მართალი ხარ მო. როგორ შეიძლება კაცო, თუ ადამიანის პატივისცემა გინდა, მე რა თვითონ უნდა ის დალიოს კაცო. ჩო ნუ დალიოს, ნუ შეუმოწმებ. მია შენ დალიე შენ თუ გინდა და თუ ახლა რატომ მივსებ შენ? თან უყურე მაგრად იციან. თვითონ ყანწეგრი აკლია 1-3 ჭიქა და შენ რო გიგისებ ეს სავსეს გაძლევდი. ხო აკვირდები ამასაც დებილი ხო არა ხარ? არანაირი ტრადიცია განსხვავებული სასმისი არ არის. ქართული ტრადიცია არ. მე არ ვიცი კაცო რო უყურებს უყურგან განსხვავებულებს ასვავენ. ვითომ უფრო ძალიან არა განსხვავებული დალიო ეხლა შეიძლება კარგმა მერმა შემაგინოს კიდევაც კაცო. მაგრამ აი განსხვავებულად რო სვავ განსხვავებულად გიყვარ ვარ კაცო. რა მნიშვნელობა აღარა ჭიქი დავლევ თუ იმედ დავლევ.